ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული დაიწყო მიზანია სტუდენტთან და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ღონისძიებაში 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს. წარმოდგენილი იქნება მთელი კვირის განმავლობაში 170 კომპანია, კერძო კომპანიები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს დაასაქმებენ, მათ შორის მიმდინარეობს საუბრები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა და ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ყოველთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა იყო ჩვენს კურსდამთავრებულებზე, საფრთხებია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები. ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ინჟინერიის მიმართულებით არაერთ პროექტზე ვმუშაობთ. ჩვენი საექსპერტო კომისია, რომელიც ევროპის მასშტაბით თანამშრომლობს, დაინტერესებულია საერთაშორისო პროექტებში ტექნიკური უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის ნიჭიერი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოიზიდოს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ჩვენი წარმატებული პროექტი არის მწვანე და აგროსტიპენდიები. ამ მიმართულებით შესაბამისად ჩვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება. ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს მიიქცეთ არა მხოლოდ კარგი აკადემიური განათლება, არამედ მათ დავეხმაროთ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში, რასაც ემსახურება ჩვენი სამსახური და დღევანდელი დასაქმების კვირეული.